დასრულდება თუ არა დათქმულ ვადაში თეთნულდის გრანდიოზული პროექტის მშენებლობა დამკვეთები და მშენებლები ამბობენ, რომ თეთნულდი ტურისტების მისაღებად დეკემბრის ბოლომდე მზად იქნება. პროექტის ხელმძღვანელი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა დაგეგმილი 5-დან წლის ბოლომდე მხოლოდ 3 საბაგირო გზის გახსნა მოესწროს. ამის მიუხედავად, ზემო სვანეთში უკვე ზამთრის სეზონისთვის ემზადებიან. ნახეთ ნათია თოიძის საავტორო რეპორტაჟი მესტიიდან. ბუნებრივი ციხესიმაგრე. კავკასიონის მწვერვალებს შორის შეყუჟული სვანეთი სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. დაქანებულ ველებზე ხალიჩასავით დაფენილი მწვანე საძოვრები, რომლებსაც გარს ეკვრის და ზევიდან დაჰყურებს თვალუწვდენელი დათოვლილი მთების მწვერვალები, ნახველს სილამაზით ატყვევებს. მესტიაში მომავალი წლიდან უკვე 12 თვიან უწყვეტ ტურისტულ სეზონს ელოდებიან. დეკემბერში უნდა გაიხსნას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სამთო სათხილამურო კურორტი თეთნულდი, რომლის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე ვერტიკალური ვარდნის მქონე იქნება. თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებელზეა გათვლილი. სათხილამურო კომპლექსი კი 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. სასრიალო პერიოდი 6-7 თვე იქნება, თუმცა უნიკალური კურორტი ტურისტებს 4-ვე სეზონის განმავლობაში მიიღებს. ეხლა ვამთავრებთ 3 საბაგიროს, მომავალ წელს კიდევ 2 საბაგირო უნდა დაიდგას. კეთდება ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა, სადღაც არის 12 კილომეტრამდე კეთდება და ელექტროკაბელები იდება, არის 6 ქვესადგური, არის 300 ტონიანი წყლის რეზერვუარი, 2 ბიოტალი, ხდება მთლიანად მთის დრენაჟირება. თქვენ ხედავთ, აგერ არის საყრდენი ანძები აი ჩანს აქედან. ქვემოთ ჩანს ბაზა, სადაც იქნება ავტოსადგომი 300 მანქანაზე გათვალისწინებული. 100 მილიონიან პროექტზე ბოლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თეთნულდის მწვერვალზე ზღვის დონიდან 3050 მეტრზე ავდივართ. უმაღლეს მწვერვალამდე მხოლოდ 150 მეტრი გრჩება. თეთნულდის მწვერვალიდან საუკეთესო ხედი იშლება. სვანეთის მთებში მულახის თემის სოფლები მოსჩანს. აქ დგება სულ 6 ტრანსფორმატორი. ერთ-ერთი არის ეს ამ ზედაკანატის. ამის მომსახურების ეს ძირითადად. არჩევნები განაწილებულია ქვევით. რთული სამუშაოა. აქ წნევა უბრალოდ მაღალი. ამოსულ თქვა ჭირს ხანდახან ახლა მინცაც ხედავს როგორია. ორი მაშველი აქ იქნება 24 საათი, რომელიც თუ რამე მინიცობარი და რამე აქედან ჩავარქვევით, იქიდან ორი მაშველი შეცვლის და აქ იქნება სულ. გარკვეული ჩამორჩენა შეიძლება რაღაც უბნებზე იყოს, მაგრამ ეს მთლიანობაში პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის დამერწმუნეთ. პროექტის ამოქმედების შემდეგ სვანეთში ტურისტების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივებისთვის შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენას ელოდებიან. თეთნულდის გახსნამდე კი დამსვენებელს ჰაწვალის კურორტი იღებს. მესტიიდან 8 კილომეტრში ფიჭვნარის გავლით ჰაწვალია. მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილი. აქ უკვე 3 წელია მოქმედებს 2400 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასა. ახლა ვიმყოფები ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე და საბაგირო გზით ავდივართ უმაღლეს მწვერვალამდე, რომელიც ზღვის დონიდან არის 2347 მეტრზე. და მგონი საბაგირო ჩერდება. არა, ყველაფერი კარგად არის. სათხილამურო ტრასის ზევით უმშვენიერესი არყის ტყეა, საიდანაც დამსვენებლები ღრუბლებში გახვეულ უშბის მთებს გაჰყურებენ. კარგად ჩანს თეთნულდის თეთრი კალთები, ქვევიდან კი სვანური კოშკები. თუმცა ვიდრე ამ სილამაზეს აღიქვამ, პირველი რაც თვალში გვხვდება, დაბინძურებული გარემოა. ჰაწვალის კურორტზე ვერ ნახავთ ვერცერთ ნაგვის სურნას. სამაგიეროდ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით ნაგვის აი ასეთ გროვას. როცა ჩვენ მოვედით სამსახურში, მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო სამსახურში ერთი ნაგვის სურნა არ იყო და ერთი მანქანა არ იყო რაიონში.
დახმარ სახელმწიფოს დახმარებით შევიძინეთ ნაგავ გადამზიდი მანქანა, შევიძინეთ 40 უნდა და მე ადგილობრივი სახსრებით ჩვენ კიდე 30 დავამატეთ. გავაკეთეთ ნაგავ გადამზიდი სადგური, რომელიც დღეს უფუნქციონალურად გვაქვს, რატომ? იმიტომ რომ არა გვაქვს ყავს ნაგავ გადამზიდი კონტეინერი მანქანა, რომელიც მას უნდა გადაზიდოს ეს ნაგავი ზუგდიდამდე. დაყრილი ნაგავი უცხოელი ტურისტების ყურადღებასაც იქცევს. თუმცა იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს კურორტი დასუფთავებული დახვდებათ. ისინი სვანეთში დაბრუნებას ისევ გეგმავენ და ამბობენ, რომ საოცარი სანახაობის გარდა სვანეთში მათ ფასებიც აკმაყოფილებთ. შარშან ვიყავი სვანეთის სილამაზით იმდენად მოვიხიბლე, რომ წელს მშობლებიც ჩამოვიყვანე. ვაპირებ მომავალ წელს ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვიდე. ფასები ჩემი აზრით იმაზე ნაკლებია, ვიდრე უნდა იყოს. ფასები ძალიან ნორმალურია, არ ველოდით. გათვლილზე გაცილებით ნაკლები დავხარჯეთ, ამიტომ კიდევ გესტუმრებით. იმდენად მოვიხიბლე ამ სილამაზით, რომ წასვლა აღარ მინდა, მაგრამ მეუღლე არ მტოვებს. დამპირდა, რომ 60-ში ისევ დავბრუნდებით. უცხოელი ტურისტებისგან განსხვავებით ქართველი დამსვენებლების სიძვირეს უჩივიან. ეს სვანები აქიდან დავიწყებ ეს დენიბირს. ვალარი, ერთი ჭიქა თხილარი, კოკა-კოლები იწყება, ასე შემდეგ ორელარი, რედბული 7 ლარი. ყავების ფასები იწყება 3 და 7 ლარამდე გქონდება. ყველაფერი ძვირია, მით უმეტეს მესტიაში და ძალიან კარგი იქნება, რომ უფრო დიდი არჩევანი იყოს და ყველასთვის ხელმისაწვდომი და არ იყოს მხოლოდ ტურისტებზე გათვლილი ფასები, რომელიც ქართველებზეც მოქმედებს. ცენტრი, საიდანაც ტურისტები სვანეთის სხვადასხვა კურორტებზე ნაწილდებიან, მესტიაა. მესტიაში დიდი სასტუმროების გარდა ყოველ მეორე სახლში უკვე საოჯახო სასტუმროა გახსნილი. რამდენად დატვირთული? ძალიან დატვირთული იყო ჩვენი სასტუმრო. მთლიანი სეზონი მაისიდან დაწყებული ოქტომბრის ბოლომდე კიდევ ველოდებით ხალხს. რა ვიცი. ზამთრის სეზონზე როგორია ხოლმე? ზამთრის სეზონზეც გვაქვს ჯავშნები და რა ვიცი, ველოდები ძალიან დიდ მუშაობას. ეს არის საოჯახო სასტუმრო. ჩვენ გვაქვს კვების გარეშე. უფრო თაში მოსიარულე ჰაიკინგით დაინტერესებული ადამიანები მოდიან ჩვენთან. ოთახი ღირს საერთო ვანატუალეტი 50 ლარი და ვანატუალეტის შიგნით როცა არის 80 ლარი. ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ ადგილობრივები უკვე ზამთრის სეზონისთვის და ახალი სტუმრების მისაღებად ემზადებიან.